კახარიას პარტიამ როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, პარლამენტში საქმიანობის განახლებით საკონსტიტუციო სარჩელის ეფექტისაგან თავი გაითავისუფლა. მათ 12 მანდატი შეინარჩუნეს. მართალია ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მათი ეს 12 ადგილია ლეგიტიმური და საკანონმდებლო ორგანოს სხვა დანარჩენი ნაწილი და შემადგენლობა არალეგიტიმური, მაგრამ დღეს სხდომათა დარბაზშიც ისხდნენ და დეპუტატების მწვავე კრიტიკის ადრესატებიც იყვნენ. დაგვიანებული აღიარება და შეცვლილი პოზიცია ეს და სხვა ბევრი შეცდომა კახარიას თანაგუნდელებს დეტალურად გაუხსენეს. მათ დღეს პოლიტიკურ ტრიბუნასთან დეპუტატის ფიცის დახვდათ, რომლის ერთგულებაც პარლამენტის თავმჯდომარემ უსურვა. კახარიების პირველი დღე ნინო არგულიანის რეპორტაჟი. პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა. ეს პირველ რიგში ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას, იმ რეალობისთვის, რომ დღეს ქვეყანა იმართება ოცნების მიერ. ამ აღიარებით ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარიას თანაგუნდელები პოლიტიკური შატალოდან ბრუნდებიან. დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებული არის დეპუტატის ფიცი, რომლის დადებაც ერთი წლით დაგაგვიანდა, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ამიტომ გთხოვთ, რომ ამ ფიცს მოაწეროთ ხელით. პირველი სამუშაო დღე საკანონმდებლო ორგანოში გახარიას თანაგუნდელებისთვის იმაზე მძიმე პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო, ვიდრე ელოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე პირველი იყო, რომელმაც მათაც და სხვებსაც ოპოზიციის უპრინციპობა წლებით და თარიღებით გაუხსენა. 2016 წელს იყო მცდელობა არჩევნების შედეგების არაღიარებისა, თუმცა ბოლოს მოუწია ყველა არჩევნების და ხალხიზნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის შედგომა. 2020 წელს ვნახეთ ჩვენ მცდელობა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების და შედეგები, ბოლოს შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას და 2024 წელსაც ჩვენ ვიხილეთ იგივე მცდელობა რეალობისთვის თვალის არიდებისა დაგვიანებით ერთი წლის თავზე, თუმცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი პარტია აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია. საპარლამენტო უმრავლესობისთვის პარლამენტში შესული პარტიისგან ერთი შეცდომის აღიარება საკმარისი არ არის, რადგან მათ პოლიტიკურ წარსულში არის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საზღვარგარეთ გაგზავნილი წერილი საქართველოს დასჯის შესახებ და 4 მუნიციპალიტეტში ნაციონალურ მოძრაობასთან შექმნილი კოალიცია. მართველი გუნდისთვის გახარიას პარტიის მტრული საქმიანობის ჩამონათვალი ვრცელია. ძიმე მოსასმენი შეიძლება იყოს თქვენთვის, არ ვიცი რამდენად ძიმე თუ არა ვარ, ეს ბუნებრივი როლი არის ღალატი. ხელი მოაწერეთ იმ მოღალატეობრივ წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნა, სადაც ითხოვდით თქვენი ქვეყნის დასჯას. და თქვენი ამომრჩევლის დასჯას ითხოვდით. ეს არის თქვენი ნამდვილი სახე, ეს არის თქვენი ლიდერის ნამდვილი სახე. დღეიდან 3 წლის განმავლობაში მოგიწევთ ყოველ დღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ ნაცები. აწარმოებდით საქართველოს გაშავების კამპანიას, რომ თითქოს საქართველო იყო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით. აი ამ კამპანიაში, რასაც დაერქვა რუსული კანონი, აქტიური მონაწილეობა მიიღეთ. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, მდიდარ NGO-ებთან ერთად. ოდნავ მაინც არ გერიდებათ? 4-ვე რადიკალური პარტიის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა არის ამ წერილზე. მიმართეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დაესაჯათ. იმასთან დაკავშირებით, რომ ყველანაირი ურთიერთობა გაეწყვიტათ საქართველოსთან, ყველა დონეზე. ეს ქვეყნის ღალატია, მეგობრებო. ამ მძიმე განცხადებებზე ადრესატებიდან თავი ვერავინ იმართლა. გიორგი შარაშიძემ განცხადებისთვის განკუთვნილი დრო ისევ შეცდომის აღიარებისთვის გამოიყენა. ქართველი ხალხის პატივისცემით და იმ რეალობის აღიარებით, რომ ჩვენ ვერ შევძელით მათთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება, რადგან 1 წლის მანძილზე ჩვენვე ვთქვით უარი ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატებზე და მარტო დაგტოვეთ ამ დარბაზში, მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა და ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ პარლამენტში. თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვებისგან, როგორიც არის ლეგიტიმაცია, ღალატი, ევროინტეგრაცია და ევროინტეგრაციის შეჩვენებაში ოცნების დადანაშაულება, როდესაც საუბრობთ უვიზო მიმოსვლაზე, კარგად გაიხსენეთ და გადმოგხედეთ ყველას, ვინ ვსხედვართ აქ, ადამიანები, რომელმაც მოიტანეს ეს ყველაფერი და როდესაც უვიზო მიმოსვლაზე საუბრობთ, მეტი აქცენტი გააკეთეთ იმ რადიკალებზე და დივერსანტებზე, რომლებიც არყევენ ჩვენ სამშობლოს უკვე მერამდენე წელია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ პოლიტიკაში.
აქ არავინ არც ერთ სიტყვას არ შეგარჩენთ და არც ერთ ესეთ ნარატივს არ გაგატარებინებთ. ეგ გამორიცხულია. საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები იქნება და ამ სერიოზულ ურთიერთობებს ჭირდება სერიოზული მოპყრობა და ყველა სიტყვას აწონვა. პოლიტიკური შატაო დასრულებულია. გიორგი გახარიას პარტიას საკანონმდებლო ორგანოში 12 მანდატი აქვს.